მინდა საათობით ვილაპარაკო შენთან, მაგრამ ძალიან მალე, სანამ აქედან გავართ, უდავთ შენ და უმარის ჭხუბი. აი კიდევ ერთი რუსი მჩაგვრელი. შენ იცი, როგორც მოისმინე. შეიძლება ცოტა უხეში, ცოტა თავხედი, რადგან ის დაუმარცხებელი იყო. ახლა დიდებული ხაბიბი. ხაბიბი მის კუთხეშია. შენ იცი, ახლა ის მწვრთნელია. ყველამ იცის, შეხედე, თქვენ იცით, რომ ისინი MMA მატჩებს უყურებენ. შეხედე მის ჭიდაობას, მის სამბოს, უყურე მის დარტყმებს მერაბთან შედარებით. ახლა იცი. მაშინ ვერ გითხარი, რომ თავი კარგად ვიგრძენი, რომ მას ისე მოექცეუდი, როგორც ყველას. შენ აიღე ეს ბრძოლა. ერთი ბიჭია. უმარ ნურმაგომედოვი, როცა UFC-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, Twitter-ზე დავწერე. მოგესალმები UFC-ში, გილოცავ. მომეწონებოდა, თუ ჩემს წონაშია და პატივს ცემ მას. ნებისმიერ დროს ვისურვებდი მასთან ბრძოლას. გონი ერთ მომენტში, სადაც ვიყავი მასთან საბრძოლველად. მაგრამ შემდეგ მე ვაგრძელებდი მოგებებს. ის ჭხუბობდა, მაგრამ სერიოზულად არავინ აფასებდა. ყველამ ვიცით, კარგი მებრძოლია, ამიტომ მიიქცია ჩვენი ყურადღება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხაბიბის ბიძაშვილია და ხაბიბის პატივს ცემ. ჩვენ ყველანი ვაფასეთ იმას, რაც მან ამ სპორტისთვის გააკეთა. მეორე წელს უმარმა რამდენიმე მოწინააღმდეგე დაახრჩო. რამდენიმე დაანუგაუდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კარგ მებრძოლებთან. მაგრამ არავინ იყო ტოპ 15-დან. როდესაც მე პიოტრიანი დავამარცხე, ვიდეო ვნახე, სადაც ჩემს სახელს ახსენებდა. როდესაც დარბაზს ვტოვებდით, არ მახსოვს, შენ თუ გახსოვს, ჩემთან მოვიდა და მითხრა, გილოცავ მერაბ. ამის შემდეგ ვიდეო ვნახე. შემდეგი ჭხუბი უნდოდა ჩემთან. მე ვუთხარი, ძმაო, ახლა ტოპ 5-ში ვარ. ახლა დავამარცხე დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი, რატომ უნდა ვიბრძოლო ტოპ 15-ს მიღმა მყოფ მებრძოლთან, რაც არ უნდა იყოს, არ მომეწონა მისი ეს გამოწვევა. ახლა ჩემთვის თავარია ჩემპიონობის ბრძოლა, უმარი აგრძელებს ჩემს გამოწვევას. მე ვეუბნები, ებრძოლე ვინმეს. ვცნობ, თითქოს ეს ცოტა უპატრიცემულობა. დიახ, შენ კარგი მებრძოლი ხარ, მაგრამ აქ ბევრი კარგი მებრძოლია. შენ უნდა დაიმსახურო ეს. და შემდეგ მე მოვიგე ხამარი. და ახლა უნდა ვიბრძოლო. კარგი, იყოს ასე. UFC მითხრა, რომ მასთან უნდა მეჭხუბა. მე დავთანხმდი. მაგრამ პირველად მოვიგე ხამარი. ხუთი თვის შემდეგ მინდოდა დაბრუნება. ცოტა მომეგზაურა და გავთობილიყავი მინდოდა. მაგრამ უმარმა სისულელეების ლაპარაკი დაიწყო. ოჰ მერაბ, იცი რომ მათ შემიძლია რამადანის დროს ბრძოლა. შეგეძლო დეკემბერში ან იანვარში გებრძოლა. ძმაო, ახლა მოვიგე ხამარი სექტემბერში, რატომ უნდა ვიბრძოლო დეკემბერში? კონტენდერი ხარ, მე ჩემპიონი. უბრალოდ პატივი უნდა სცი ამას, ჩემს სახელს. მან რაღაც სისულელე თქვა და ამბობს, რომ ეს ქართული გამოთქმაა. მე დამადანაშაულა. შეუდოწყებლად ვიგრძენი თავი. შენ იცი როგორები ვართ ნამდვილი კაცები, ნამდვილი ხალხი ვართ. ამას ჩვენ სერიოზულად და პირადულად ვიღებთ. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. და მე ვზივარ, ასე, გაგიჟებული ვიყურებთ მის ტვიტებს. ამიტომ ინსტაგრამზე დავბლოგე. სულელეებს ლაპარაკობდა. შემდეგ ფეხი დავიზიანე. ჭრება მქონდა და ინფექცია შემეჭრა. შენ ზურგის დაიზიანე, ვიცი ეგ ამბავი. ახლა შემიძლია ვთქვა, რადგან მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს ბრძოლა მოიგე. თუ დამარცხდი, უკვე პრობლემაა. შენი ბრძოლაში ტრავმებით შეხვედი. შენი ზურგი. არ შეგეძლო სიარული, მანქანას პრობლემა ჰქონდა. შენ აიღე ბრძოლა და შენ გაიბწყინე. შენ გაიბწყინე მერაბ. გაიბწყინე როგორც ვარსკვლავმა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ისე როგორც უნდა ყოფილიყო. რამდენიმე რთულ რაუნდში ის ძლიერი იყო, ეს ვიცით. საუკეთესო მომენტი იყო შენი სახე. ის არასოდეს ჩანდა შეშინებული, თითქოს უკვე იცოდი შედეგი.
თუნდაც როცა გაქცევდა, მაშინ მე ატკხერხებდი წამოდგომას, იცინოდი და ეჩხუბებოდი. ეს არის ის, რაც სხვა მებრძოლისთვის იმედგაცრუებას იწვევს. როცა ის დაამარცხე, ვიფიქრე, სიტყვები არ მქონდა. არ ვიცი. კარგად ვიგზენი თავი, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც შენ თქვი, დაწუნებული და პოზიტიურად განწყობილი ვიყავი. როცა ბრძოლა ავიღე და როცა მას ვეჩხუბებოდი, მნიშვნელობა არ აქვს. არ ვიცი როგორ დაგიხსნა. როდესაც დავამარცხე, შემდეგ ახვადი ის თავმდაბალი. შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ ის იყო თავმდაბალი. დიახ, ბედნიერი ვიყავი, რომ წარმოვიდგენთ ყველა შრომის უყარი ადამიანს, რომ ჩემი შრომა დამიფასდა. მე ვაჩვენე, რომ არ იყო ისეთი მკვლელი, როგორც გამოიყურებოდა. ვაჩვენე მისი სისუსტეები.